მოსამართლე თეონა ეპიტაშულმა სრულად დააკმაყოფილა დღეს პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა განსასჯელის სკამზე მყოფი 15 პირიდან 12-ს. აქედან ერთი იყო ის, ვინც არ ესწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს, ამას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა, დანარჩენი 3 კი ისედაც სხვა სასჯელისთვის იხდიდა, სხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მათ მიმართ პროკურატურას შუამდგომლობა არ ჰქონია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ რაიმე შეფარდებოდათ. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დღეს მხოლოდ ამასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ერთადერთი პირი, ვინც დუმილი დაარღვია, იყო 65 წლის მამაკაცი, ის განსასჯელის სკამიდან მიმართავდა მოსამართლეს, თუმცა საქმის მთავარი მტკიცებულებები, რაც დევს 8 ტომიან საქმეში, არის ის ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე თვიანი გამოძიების ფარგლებში მოაგროვა და ამ აუდიო ჩანაწერებში ისმის, როგორ მიმართავენ სხვადასხვა თანხებთან დაკავშირებით კრიმინალური ავტორიტეტების წარმომადგენლებს, ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს და სხვადასხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ პირებს, როგორც თხოვენ მათ, რომ მოაგვაროს სხვადასხვა დავა და ეს ადამიანებიც მათ შორის ხშირ შემთხვევაში მუხარით აღნიშნული დავების მოგვარებაში ეხმარებიან. რალს რა თქმა უნდა არ აღიარებს, იქიდან გამომდინარე, რომ მას მართლა არაფერი არ ჩაუდენია, ის იმყოფებოდა საპატიმროში ეს პერიოდი, შესაბამისად მას არანაირი კომუნიკაცია და კავშირი არ ჰქონდა არანაირ კულტურ სამყაროსთან და ბრალდება სრულად აბსურდია, რაც მას აქვს წარდგენილი. მას ვერ ექნებოდა კომუნიკაცია საპატიმროდან სხვა კურდული სამყაროს წარმომადგენლებთან. ბრალდების მხარეს წარმოდგენა აქვს, რომ შემდგომ ამ საგამოძიებო პერიოდში შეძლებს რაიმე დამატებითი მტკიცებულების მოპოვებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ მოხერხდება ვერანაირად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში არის მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო საუბარი, ის არის საკუთარ ვალთან მიმართებაში დადასტურებული და დადგენილია, რომ ნამდვილად 2500 აშშ დოლარი მეუღლისგან წაიღო ვინმე ეროვნებით აზერბაიჯანელმა და მასთან ჰქონდა უბრალოდ კომუნიკაცია, რომ დაებრუნებინა და არც ის უარყოფს, რომ ნამდვილად ვალია ეს თანხა. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ თავს წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს დამნაშავედ, არანაირი სახის დანაშაული მას არ ჩაუდენია და დანარჩენს დავასაბუთებს საქმის არსებით განხილვაზე. დღეს განვიხილეთ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 15 პირის სასამართლოში პირველი წამების ხდომა. 12 მათგან შეეფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, მათ შორის ერთ-ერთ მათგან შეეფარდა დაუსწრებლად, ვინაიდან არის ძებნილი, ხოლო 3 მათგანის მიმართ ისედაც გამოყენებული იყო თავისუფლების საქმეთა, ამიტომ აღარ არსებობდა პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა. მთავარი მტკიცებულება არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც სატელეფონო მიყურადების შედეგად იქნა მოპოვებული და აღნიშნულ ინფორმაციაში კარგად და ნათლად ჩანს თუ როგორ ახორციელებენ ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობას, ხოლო ის პირები, რომელსაც მიმართვა ედებათ ბრალად, როგორ მიმართავენ მათ სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად. 65 წლის ზილგამ გაჯიევი იყო ერთადერთი დღევანდელი ბრალდებულებიდან, ვინც დუმილი დაარღვია და მოსამართლეს სიტყვით მიმართა. მამაკაცი ხსნიდა, რომ მას ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დავის მოგვარებისთვის, სხვადასხვა კითხვით მისი თემის წარმომადგენლები, თუმცა ეს არა იმიტომ, რომ ის არის კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ის არის უხუცესი, ასაკოვანი და სწორედ ფიქრობს, რომ ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დავის მოგვარებაში ის ეხმარება ადამიანებს. სხვათა შორის ის დღეს აღნიშნავდა, რომ ბოლნიში ცხოვრობს და იქ პოლიციელებსაც დახმარებია არაერთხელ, თუმცა არასდროს მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ხსნიდა იმას, რომ არასდროს მისი ცხოვრების მანძილზე კანონი არ დაურღვევია და არც ახლა აპირებს, რომ მიემალოს მართლმსაჯულებას, თუ კი მას გირაოს შეუფარდებენ, მოსამართლემ ისიც პატიმრობაში გაუშვა. 65 წლის ვარ, უკანონო არასდროს არაფერი ჩამიდენია. მადლობელი ვარ ოჯახის წევრების, რომ აქამდე საქართველოში ასე პატიოსნად ვცხოვრობთ. კანონმორჩილი ადამიანები ვართ. აქამდე თუ ვინმე ახლობელ ნათესავმა მე მომმართა მხოლოდ იმიტომ, რომ უხუცესი ვარ და ჩემს სიტყვას ენდობიან. არა როგორც კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ როგორც უფროსი ადამიანი. პატიოსნად ვშრომობ, არავის ფულს არ ვართმევ, არავის არაფერს ვაძალებ. თუ ვინმე იტყვის იმას, რომ მე ფულის აღება ან მოცემა დავაძალე, მზად ვარ ცხოვრების ბოლომდე ციხეში ვიჯდე. ჩემს რაიონში ყველა პოლიციელი დადებითად მიცნობს, მათაც ხშირად დავხმარები ვარ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებს 10 წლამდე ან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, მათი სასამართლოს ხდომა მომდევნო უკვე 9 თებერვალს არის ჩანიშნული.